თელავის სამუზეუმო კომპლექსის რეაბილიტაცია გრძელდება, მიმდინარეობს ღვთისმშობლის მიძინების და წმინდა ნინოს სახელობის კარის ეკლესიების რეკონსტრუქცია. ამ ეტაპზე აგებენ იატაკს და ცვლიან კარფანჯრებს. სამუზეუმო კომპლექსში შემავალი ეკლესიების აღდგენა ერთ კვირაში დასრულდება. აქვე შენდება ახალი გალერეა და მუზეუმი, რომლის ქვეშაც ტურიზმის განვითარების მიზნით ღვინის მარანი განთავსდება. ეზოში მოეწყობა დასასვენებელი პარკი. შეგახსენებთ, რომ სამუზეუმო კომპლექსის რეკონსტრუქცია უკვე 3 თვეა მიმდინარეობს. Გარდება რესტავრაცია, იყო ამონალესები, ჩამოიყარა ზე, ჩამოიწმინდა ყველაფერი, აი ამ წუთას ამ ეტაპზე მიმდინარეობს იატაკის დაგება. სრულ სახეს ალბათ მიიღებს დაახლოებით ერთ კვირაში, გარედან ჩატარდება საწმინდი სამუშაოები, დამთავრდება ალბათ ერთ კვირაში ყველაფერი ჩაბარდება. ვასრულებთ რკინაბეტონის სამუშაოებს. ფუნდამენტს ვასხავთ რა ეხლა ამ ეტაპზე. ეს არის მუზეუმი უნდა აშენდეს ახლა და დაახლოებით მე მაგას ვერ გეტყვით, როდის უნდა დამთავრდეს. მაგრამ ვარაუდობენ რომ მალე დამთავრდება.